არ იცი სადუყურო UFC-ს ახალ ამბებს. გამოიწერე ჟურნალისტი. მე მოგიყვები ყველა ახალ ამბავს, რომელიც შენ გჭირდება. მოდი სანამ დავიწყებ, ერთ რაღაცას ვიტყვი. დღეს ჩავწერეთ Fight Hop podcast-თან ერთად ძალიან მაგარი ეპიზოდი. რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით. გამოიწერეთ მათი არხი და იყავით აქტიურები. ასევე გამოიწერეთ რომეო ცენტერაძის პირადი YouTube არხი. და მოდი დავიწყოთ. დღე, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ველოდით. ბელალ მუჰამედის და ჯეკ დელა მადალენას დაპირისპირება, ვალენტინა შევჩენკოს დაბრუნება და ქამრის პირველი დაცვა, ჟოზე ალდოს კარიერის დასრულება და სხვა ბევრი მაგარი მომენტი. მე ვარ ჟურნალისტი და მოდი დავიწყოთ. ბექსათ ალმახანი და ბრედ კატონა. ბექსათმა კარიერაში მეორე ბრძოლა ჩაატარა UFC-ში. ამჯერად სრული მომზადებით. ბრძოლა სულ 1 წუთს გაგრძელდა. ალმახანმა ბრძოლის დასაწყისშივე შთამბეჭდავი აპერკოტით დაანოკაუტა კატონა. ძალიან სწრაფი, ეფექტური გამარჯვება მოიპოვა და ბექსათმა დაამტკიცა, რომ UFC-ში ყოფნას იმსახურებს. ასევე შეგახსენებთ, რომ მან სადებიუტო ბრძოლა უმარ ნურმაგომედოვთან წააგო. დანიელ სანტოსი ჯუნ იონ ლი. სანტოსმა 2 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება სცადა. ლიმ ბრწყინვალედ დაიწყო ბრძოლა. წარმატებით შედიოდნენ გაცვლებში და ლიმ პირველი რაუნდიც მოიგო, მაგრამ მეორე რაუნდში სანტოსმა ჭიდაობა ჩართო და შემდეგ გათანაბრდნენ 1-1. მესამე რაუნდში სანტოსმა წნეხი განაგრძო და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. თუმცა ლის პირველ რაუნდში გამარჯვება ბევრს ლოგიკურად ეჩვენებოდა. მარკ ანდრე ბარიო ბრუნო სილვას წინააღმდეგ. ბარიოსა და სილვას ბრძოლა კლინჩში გადავიდა, სადაც ბარიომ უპირატესობა მოიპოვა. რამდენიმე ძლიერ დარტყმაში სილვა დაანოკაუტა. ბარიო იმარჯვებს ტექნიკური ნოკაუტით, ხოლო სილვა ძალიან მძიმე მდგომარეობაში საკაცით გახყავთ. ხისტი გამარჯვება კანადელისთვის. ნავახო სტერლინგი, ივან ერლსანი. დებიუტანტ სტერლინგს ძალიან რთული პირველი რაუნდი ჰქონდა, სადაც სახის ტრამვაც მიიღო. თუმცა მეორე რაუნდში გააქტიურდა და მოპოვებული კონტროლით ანგარიში გაათანაბრა. მესამე რაუნდში სტერლინგმა ორჯერ დააგდო მოწინააღმდეგე და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. იონ კუცელავა მოდესტას ბაკაუსკასის წინააღმდეგ. კუცელავამ პირველი რაუნდი ძალიან აქტიურად დაიწყო. სტრაიკინგში რა თქმა უნდა უპირატესობა მოიპოვა. მეორე და მესამე რაუნდში ბრძოლა საკმაოდ თანაბარი იყო. თუმცა სტატისტიკურად კუცელავა ბევრად ჯობდა მას. საბოლოოდ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილება დაფიქსირდა. მათ კი გამარჯვებულად ბაკაუსკასი გამოაცხადეს. რა თქმა უნდა კუცელავა გაძარცვეს. ჯასმინ იასდავიჩუსი, ჯესიკა ანდრაჟი. ჯასმინმა ძალიან მარტივად და სწრაფად დაამარცხა ანდრაჟი. პირველივე რაუნდში ტეიქდაუნის შემდეგ ჯესიკაზე ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვა და ბრუტალურად დაახრჩო. ეს იყო უდიდესი გამარჯვება კანადელი მებრძოლისთვის. მაიკ მალოტი, ჩარლზ რატკე. მალოტი სტრაიკინგში თავიდანვე დომინანტი იყო და ამან შედეგიც გამოიღო. მეორე რაუნდში დაანოკაუტა ჩარლზი. ეს მისი მეორე გამარჯვებაა ზედიზედ. გამოიწერე არხი და დაალაიქე ვიდეო. ბენუა სენდენი კაილ პრეპოლეკის წინააღმდეგ. ბენუამ პირველ რაუნდში მთლიანად გააკონტროლა ბრძოლა პარტერში. მეორე რაუნდში კი კაილი დაახრჩო. ეს იყო სრულყოფილი დაბრუნება ბენუა სენდენისთვის. ალექსა გრასო ნატალია სილვას წინააღმდეგ. სილვამ იდეალურად იმუშავა დისტანციაზე. ფრონტ კიკებით და კონტრშეტევებით გრასოს შანსი არ დაუტოვა. 3 რაუნდი წმინდა დომინაცია. ჟოზე ალდო, აიმან ზაჰაბი. ალდომ 1 რაუნდი მოიგო. მესამე რაუნდშიც თითქოს უნდა გაემარჯვებინა, მაგრამ როცა უკვე ფინიშზე მიდიოდა, ძალა სრულიად გამოეცალა. ზაჰაბიმ კი ის პარტერში გადაიყვანა და ძალიან ძლიერად დაასრულა იდაყვებით მესამე რაუნდი. მსაჯებმა გამარჯვება ზაჰაბის მისცეს. ბრძოლის შემდეგ კი ალდომ კარიერა დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ის დიდების დარბაზის წევრია. გადავედით კომ-მეინ ივენტზე. შევჩენკომ პირველი რაუნდი აქტიურად დაიწყო. სტრაიკინგით და ტეიქდაუნებით დაამტკიცა, რომ ამ ბრძოლაში უპირატესობა ჰქონდა. ფიორომ მეორე რაუნდში გალიასთან აკონტროლა და ქულებიც დაიწერა. მესამე რაუნდში მანონმა კლინჩში უფრო მეტი დრო გაატარა, მაგრამ ზუსტი დარტყმებით ვალენტინა შევჩენკომ იმარჯვა. მეოთხე რაუნდში ფრანგი დანოკდაუნდა, რაც ალბათ გადამწყვეტი მომენტი იყო ვალენტინა შევჩენკოს გამარჯვებაში. მეხუთე რაუნდში ვალენტინამ ისევ აჯობა ფიოროს გაცვლებში, რაც საბოლოოდ მისი გამარჯვების გარანტი გახდა. მან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ვალენტინა შევჩენკო ისევ ჩემპიონია. ბელალ მუჰამედი, ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ. ბელალ მუჰამედი ქამარს პირველად იცავდა. პირველ რაუნდში ვერაფერი გააწყო სტრაიკინგში. ჯეკმა ის აშკარად დაჩაგრა. ბელალმა მეორე რაუნდში მოუმატა და ჭიდაობაც ჩართო, მაგრამ მისი გაკონტროლება მაინც ვერ მოახერხა. მესამე რაუნდში ბელალმა წნეხი გაზარდა, მაგრამ მადალენას სუსტი კომბინაციები აშკარად მეტი ზიანის მომტანი იყო. მეხუთე რაუნდში ბელალმა 2 ტეიქდაუნი შეასრულა, მაგრამ ჯეკ დელა მადალენამ დგომში დაფლითა ბელალი. სახე სისხლით ჰქონდა დაფარული და რამდენიმე ადგილზე გაუხია კიდეც. ჯეკმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა ბელალზე 48-47, 48-47 და 49-46. ჯეკ დელა მადალენა ახალი ჩემპიონია. ამ ბრძოლას ისლამის კომენტარი მოხვა. დროა ორმაგი ჩემპიონი გავხდე. ამ ქარდის მიმოხილვა დასრულდა. ცოტა ვრცელი ეპიზოდი კი გამოგვივა, მაგრამ მოდი მეორე ნაწილზე გადავიდეთ. UFC 315-ს გამოეხმაურნენ ისეთი ცნობილი ფიგურები და არხები, როგორიცაა ისლამ მახაჩევის მწვრთნელი ხავიერ მენდესი, Submission Radio, Ariel Helwani, Michael Bispingi და სხვები. მოდით მოკლედ განვიხილოთ მათ მიერ ჩაწერილი ვრცელი ეპიზოდები. მწვრთნელი ხავიერ მენდესი სტუმრად Submission Radio-სთან.
ბელალ მუჰამედის მარცხი JDM-ის წინააღმდეგ. ხავიერ მენდესმა აღნიშნა, რომ ბელალ მუჰამედმა საკუთარ სტრატეგიას უღალატა და მისცა ჯეკ დელა მადალენას შესაძლებლობა ებრძოლა თავის სტილში, დგომში. ბელალმა თითქმის საერთოდ არ სცადა თეიქდაუნები, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შესაძლებლობები მაინც ჰქონდა. როგორც მენდესი ფიქრობს, ბელალმა სცადა დაემტკიცებინა საზოგადოებისთვის, რომ მას დგომში შეეძლო ბრძოლა, მაგრამ ეს იყო ფსიქოლოგიური შეცდომა, რომელსაც ბევრი მებრძოლი უშვებს. ცდილობენ სხვა სტილში გაიბრძკინონ და ივიწყებენ თავიანთ ძლიერ მხარეს. მენდესმა მაგალითად ხაბიბ ნურმაგომედოვიც მოიყვანა, რომელიც კარიერის დასაწყისში მსგავს შეცდომას ხშირად უშვებდა. ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დგომშიც კარგად იბრძოდა, იმის მაგივრად, რომ თავიდანვე მისი მთავარი იარაღი ჭიდაობა გამოეყენებინა. მენდესის თქმით, ბელალმაც იგივე შეცდომა დაუშვა, არ იბრძოლა თავისი ბრძოლა და ამის გამო ჯეკმა შეძლო რიტმის დაჭერა, დისტანციის კონტროლი და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება. გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. მაიკლ ბისპინგის პოდკასტი. მაიკლ ბისპინგის აზრით, ბელალ მუჰამედმა და ჯეკ დელა მადალენამ ერთად შექმნეს ნამდვილი კლასიკა, ბრძოლა, რომელიც მებრძოლებს კარიერის ბოლოს სიამაყით გაახსენდებათ. ბისპინგი ამბობს, რომ ჯეკ დელა მადალენა იყო სწრაფი, ტექნიკური და გონიერი მებრძოლი. დაწმებს ზუსტად ირჩევდა, ჭრიდა კუთხეებს, იცავდა დისტანციას და დომინირებდა ოქტაგონის ყველა ასპექტში. ბელალმა შეძლო კონკურენციის გაწევა, მასაც ჰქონდა ძლიერი მომენტები, განსაკუთრებით მესამე რაუნდში, როდესაც წნეხი გაზარდა და ეფექტური თეიქდაუნი განახორციელა, თუმცა საბოლოოდ ჯეკი იყო უკეთესი მოკრივე. ბისპინგის შეფასებით ბელალმა საოცარი გულით იბრძოლა, მაგრამ ჯეკი დღეს იყო ზედმეტად დახვეწილი, სწრაფი და ტექნიკური, უბრალოდ უკეთესი მებრძოლი. იგი აღნიშნავს, რომ ბელალმა ღირსეულად წააგო და მისი სახელიც დამახსოვრებული დარჩება, თუმცა ჯეკ დელა მადალენას გამარჯვება დამსახურებულად ეკუთვნის. Submission Radio. ჯეკ დელა მადალენას ბრწყინვალე გამარჯვება ბელალ მუჰამედზე. JDM-მა დაამარცხა ბელალ მუჰამედი და გახდა UFC-ს ახალი ველტერვეითის ჩემპიონი, რითაც ავსტრალიას მოუპოვა მეორე ქამარი. მთავარი სტრატეგია იყო მუდმივი მუშაობა ბელალის ტანზე და ფეხებზე. JDM-მა გაუშვა 47 მნიშვნელოვანი დარტყმა ტანში და 18 ფეხზე, ბელალის ორის წინააღმდეგ. ბელალმა ვერ გამოიყენა თავისი ძლიერი მხარე, ჭიდაობა. პირველ რაუნდში თეიქდაუნი არც კი სცადა, ხოლო მეორე რაუნდიდან უკვე ვეღარ განახორციელა ეს და ვერ მოიყვანა მისი გეგმა მოქმედებაში. JDM-ი მაგრად იცავდა თეიქდაუნებს, კლინჩის პოზიციებს და არ აძლევდა ბელალს გალიასთან დისტანციის მოჭრის და მომწყდების საშუალებას. JDM-ის მომავალი და ისლამ მახაჩევის გამოწვევა. JDM-მა ბრძოლის შემდეგ თქვა, ეს შესანიშნავი გამოწვევაა, ველკისთვის ვალს დავაბრუნებ. ვიდეოში Submission Radio-მ აღნიშნა, რომ JDM-ი ამჟამად სწრაფად პროგრესირებს, მხოლოდ 28 წლისაა და თავისუფლად შეუძლია ისლამ მახაჩევისთვის დიდი საფრთხის შექმნა, განსაკუთრებით დგომში. თუ ბრძოლა პარტერში გაიმართება, არსებობს რეალური შანსი, რომ JDM-მა შეძლოს ისლამის დამარცხება, მით უფრო რომ ისლამს 170 ფუნტში ჯერ არ უჭიდავია და მისი ძალა ამ წონაში უცნობია. ბელალ მუჰამედის სერიის დასასრული. ბელალ მუჰამედი წლების მანძილზე პრაქტიკულად დაუმარცხებელი იყო. დაამარცხა ლეონ ედვარდსი, შონ ბრეიდი, სტივენ ტომპსონი და სხვა ელიტარული მებრძოლები. JDM-ი გახდა პირველი, ვინც სრულად შეაჩერა მისი ჭიდაობა, დაიცვა თეიქდაუნები და გაანეიტრალა მისი ჩვეული წნეხის სტილი. JDM-მა გეგმა იდეალურად შეასრულა. დაამარცხა UFC-ს ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე და ახლა მისი შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა ისლამ მახაჩევთან სუპერბრძოლა იყოს. არიელ ჰელვანის შოუ, UFC 315-ის სპეციალური ეპიზოდი. ჰელვანი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ამ ქარდის მიმართ საწყისი სკეპტიციზმისა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მოულოდნელად სანახაობრივი ივენთი. ეპიზოდის განმავლობაში იგრძნობა პატივისცემა ბელალ მუჰამედის სიმტკიცის, JDM-ის პროგრესისა და მენტალური სიმშვიდის მიმართ. მთავარი თემა: ცვლილებები ძალაუფლებაში და არასტაბილური მომავალი. JDM-ის გამარჯვებამ შეცვალა UFC-ს სამომავლო გეგმები, განსაკუთრებით International Fight Week-ის გარშემო. განიხილეს ისლამ მახაჩევის პოსტი, დროა გავხდე ორმაგი ჩემპიონი და ის დაპირისპირება, რომელიც შეიძლება შედგეს JDM-სა და ისლამს შორის. ჩაკი და არიელი თანხმდებიან, თუ მახაჩევი 170 ფუნტში გადავა ან ველტერვეითში, მსუბუქ წონაში ტიტული აუცილებლად უნდა გახდეს ვაკანტური. რაც ილია თოფურიას და ჩარლზ ოლივეირას გზას გაუხსნის ნამდვილ საჩემპიონო ბრძოლისთვის და არა ინტერიმისთვის. გამოიკვეთა UFC-ს შინაგანი სტრატეგიული გაურკვევლობა, რატომ არ გამოჩნდა დანა უაითი პრესკონფერენციაზე, რატომ არ ვიცით ჯერჯერობით 317-ის მთავარი ბრძოლა. ჰელვანი მგულის ტკივილით ისაუბრა ჟოზე ალდოს მარცხსა და წასვლაზე. აღნიშნა, რომ ალდოს ბოლო სამი ბრძოლა UFC-ში უცნაურად არაფრის მთქმელი იყო და მისი მემკვიდრეობა კარგად ვერ გამოიკვეთა. საბოლოო კითხვა და დასკვნა. შოუს ბოლოს ჰელვანი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერი გაირკვა, მთავარი კითხვები ისევ ღიად რჩება. იჩხუბებს თუ არა ისლამი თოფურიასთან,
დაიფორმებს თუ არა ჯეკ დე ლა მადალენას სრულ ვარსკვლავურ სტატუსს. მოხდება თუ არა ჟენგლი ვალენტინა შევჩენკოს დიდი დაპირისპირება. და საბოლოოდ, მართავს კი რეალურად დანა ვაითი პროცესს თუ მენეჯმენტი იშლება. დღეისათვის ეს იყო. მადლობა რომ მომისმინეთ. გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო.